ნახეთ რა მაქვს Xiaomi 17 და 17 Ultra. ვიცი რომ დიდი ხანია ელოდით ამ smartphone-ებს და Zoom-ის ფილიალებში უკვე შეხვდებით დღეიდან და ნახოთ ვისაუბროთ რა აქვთ ახალი. ჯერ პატარა ამბავს უნდა შევეხო. წინა წლის სექტემბერში გამოვიდა ეს 17 და ასევე 17 Pro და Pro Max, რომლებიც აქ არ მაქვს. და მთავარი ამბავი ისაა, რომ წინა მოდელი 15 იყო და გადაახტენთ 16-ს, თან Pro მოდელთან ერთად Pro Max-იც გამოუშვეს და ვიზუალით შეუცვალეს Pro მოდელს. აშკარად იყო თავიდანვე რა გაცვლა ქონდა Xiaomi-ს, მაგრამ Ultra მოდელი წლებია უკვე Xiaomi-ს ხელწერად იქცა. 12 Ultra-დან მოყოლებული ამ ვიზუალს ანვითარებენ და კამერებს დიდ ყურადღებას უთმობენ სულ. ეს მოდელი ახლახან გამოვიდა და აქაც კამერაზე აქცენტები Leica-სთან თანამშრომლობა ამაზე მეტყველებს მაგალითად. რამდენიმე დღეა ვტესტავ და უბრალოდ ტოპ smartphone-ია ჩემთვის, ხო და მოდი 5-დან დავიწყოთ. ორივე ყუთში ერთი და იმავე ნივთებს შევხვდებით, 17-შიც და 17 Ultra-შიც 100 ვატიან და ადაპტერებს შევხვდებით, კაბელებს, გამჭვირვალე პლასტმასის кейსებს და თვითონ smartphone-ებს. ზოგადად არ ვარ პლასტმასის кейსის ფანი, მე პირადად სილიკონის кейსი მირჩენია, მაგრამ ის ფაქტი რომ ფლაგმანს кейსი მოყვება, ყოველთვის იყო Xiaomi-ის დადებითი მხარე, მეტყველებს იმაზე რომ მომხმარებელზე ფიქრობენ და кейსია, ყოველთვის სასიამოვნოა. ძალიან დიდი ლაიქი. ოკეი, დიზაინი. ორივე smartphone-მა შეინარჩუნა წინამორბედის დიზაინები, 17-ს აქვს სულ პატარა ცვლილება და გაერთიანებული ლინზის მაგივრად, ახლა ყველა უკანა კამერას თავისი კამერის ჭრილი აქვს და შუშის სენდვიჩია ალუმინის ჩარჯად. ეკრანი Xiaomi-ის Shield Glass-ით არის დაცული და IP68 წლისგან და მტვრისგან დაცვაც აქვს. არ ჩამოუვარდება თავისთავად 17-ს და ეკრანი Xiaomi-ის Shield Glass 2-ით არის დაცული. ჩარჩო აქაც ალუმინია, უკანა პანელზე კი შუშანარევ პლასტმასს შევხვდებით, რომელსაც ამ ბოლო დროს ბევრ smartphone-ში ვხვდები და შეიძლება ერთი შეხედვით პლასტმასი ცუდად ჟღერდეს ყურში, მაგრამ ეს შუშანარევი პლასტმასი ზოგადად უფრო დამყოლი და დაცულია პატარა დავარდნებისგან, ვიდრე სუფთა შუშა. ასევე აქ უკვე IP69 წლისგან და მტვრისგან დაცვასაც შევხვდებით. Ultra-ს დიზაინზე უნდა ვთქვა და ვაღიარო, ეს smartphone 4 ფერში გვხვდება, შავი, თეთრი, იასამნისფერი და მწვანე. იმდენად მომწონს, რომ ჩემს ტოპ მეორე ადგილზე ვაყენებ დიზაინის მხრივ. პირველ ადგილზე Google Pixel 10 Pro მაქვს ცისფერი, მეორეზე უკვე ეს არის Xiaomi 17 Ultra მწვანე ფერი და მესამეზე მაქვს ცისფერი iPhone Air. ეს არ ვიცი, ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია ეს მწვანე ბრჭყიალებიც. ჩემთვის პირადად არის ერთ-ერთი ულამაზესი smartphone. გირჩევთ რომ თქვენი თვალთაც ნახოთ. ეკრანზე გადავიდეთ, ორივეს აქვს LTPO AMOLED პანელი 120 Hz განახლების სიხშირით, Dolby Vision-ის მხარდაჭერით, HDR10 პლუსით, 3500 ნიტი პიკური სიკაშკაშით და ეკრანქვეშ ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით. ეკრანის ზომაში განსხვავდებიან მხოლოდ. წინა Ultra-ს თითქმის 6.7 ინჩი ჰქონდა ეკრანი და ამ მოდელში გაზარდეს, მაგრამ რეზოლუცია შეამცირეს რატომღაც. ზოგადად, როდესაც ეკრანი იზრდება, პიქსელების რაოდენობა იზრდება ეკრანზე, მაგრამ აქ პირიქით იქნეს, ამის მიუხედავად მაინც ფლაგმანური ეკრანის მონაცემები აქვს ორივეს, რა თქმა უნდა. დაფრინავენ. Android 16-ზე მუშაობს ორივე smartphone და HyperOS 3-ს იყენებენ სკინად. Xiaomi 15S განხილვაში უკვე ვისაუბრე, რამდენად მომეწონა HyperOS და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი სისტემაა, ლამაზი ანიმაციებით და მომწონს საითაც მედიან მოკლედ. iOS 26-ის ვაიბები აქვს და მე როგორც iPhone-ის მომხმარებელს ძალიან მომწონს iOS 26 და მომწონს HyperOS-იც. Cool. საწყისი შიდა მეხსიერება Xiaomi 17-ს 256 GB აქვს, 12 GB ოპერატიული მეხსიერებით, 17 Ultra-ს ასევე 12 GB ოპერატიული აქვს, 512 GB საწყისი შიდა მეხსიერებით. ეს ალბათ იმიტომ, რომ Ultra-ს ფოტოები და ვიდეოები წესით დიდ ადგილს დაიკავებენ და რადგან მომხმარებელი კამერის ენთუზიასტი ყავს, საწყისი მეხსიერება 512 GB ამიტომ აქვს. მე პირადად ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტილება. ორივე smartphone-ს აქვს LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება და UFS 4.1 შიდა მეხსიერება, რაც ძალიან დიდ საშუალებას იძლევა სწრაფ და ენერგოეფექტურ multitasking-ში და დიდი ფაილების სწრაფად გადაცემაში. თუ მუშაობა გინდათ, ძალიან მაგარი. ელემენტით შესანიშნავი აქვს ორივეს, ახალი სილიკონ კარბონის ტექნოლოგიას იყენებს Xiaomi და 17-ში 6330 mAh-იან ელემენტს შევხვდებით, 17 Ultra-ში კი 6800 mAh-ს ვნახავთ. ამ ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით თხელ კორპუსში უფრო დიდი მოცულობის ელემენტი თავსდება და Xiaomi რის Xiaomi-ა ინოვაციები რომ არ წარმოგვიდგინოს, ვიღაცებისგან განსხვავებით. ამასთანავე ორივე smartphone 100 ვატიანი ადაპტერით იმუხტება, რომელიც ყუთშივე მოყვება, როგორც დასაწყისში ვთქვი. ასევე აქვს 50 ვატიანი უკაბელო დამუხტვაც ორივეს და 22.5 ვატიანი უკუ დამუხტვა კაბელით. ანუ
power bank-დაც გამოიყენებთ. 17 Ultra-ს ასევე აქვს 10 ვატიანი უკაბელო უკუდამუხტვა, ანუ უკაბელო დამუხტვით დატენით სხვა მოწყობილობებს. ესე იგი, ჩემი ტელეფონი წესით უნდა დაიტენოს. ორივე smartphone-ს ამ წლის ფლაგმანი ჩიპსეტი ამუშავებს Snapdragon 8 Elite Gen 5 და რა თქმა უნდა, ტოპ წარმოდაობა გარანტირებულია. მე არ მახსენდება Xiaomi-ის ფლაგმანს რამე პატარა ჩავარდა რომ მქონოდა პერფორმანსში. შესაბამისად, ეს ორიც დააფრინავს. Benchmark-ებიც უმაღლეს ქულაზეა, თერმული ტესტებიც რაც ვნახე, სასწაულია. Xiaomi-ა და ოკეი, ახლა მთავარი ამბავი, კამერები. სიმართლე რომ გითხრათ, მეტს ველოდი ამ კამერებისგან, ერთადერთი რაშიც იმედები გამიცრუდა, ეს კამერები. ამას გეტყოდით უნამუსოდ რომ გატყუებდეთ. დიახ. ეს არის Xiaomi 17-ის მთავარი კამერა 4K-ში ვიღებ 30 FPS-ში. როდესაც ყოველდღიურობაში ვიყენებდი ამ smartphones და ამ smartphone-ის კამერას, აშკარა იყო, რომ ძალიან მაღალ ხარისხში იღებდა და ამას დამატებული, როდესაც იღებდა Xiaomi-ის ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო ასუფთავებდა ფოტოს. განსხვავდებიან, რაც კი მე გამომიყენებია smartphone-ები ყველა თავისი დამუშავებით, ზოგი ზედმეტად ჩვება რაღაცა, ზოგი პირიქით ნაკლებად და ეს უნდა ვთქვა, რომ Xiaomi-ს კარგი აქვს ხელოვნური ინტელექტით დამუშავება შემდეგ, გადაღების შემდეგ ფოტოების და ვიდეოებისაც. რადგან ეს დეტალიზაცია არ იკარგება ამ დამუშავებაში ხელოვნური ინტელექტით და არც ზედმეტია ეს ხელოვნური ინტელექტი, ამის თქმა მინდა. ძალიან მომეწონა Xiaomi 17 და მე პირადად იმ ადამიანებს ვურჩევ ამ smartphones, რომლებსაც უნდათ პატარა ზომის ფლაგმანი smartphone და ყველაფერი ძალიან კარგი, ელემენტი ძალიან კარგი ქონდა ჩემს გამოყენებაში. კამერაზე კი გითხარით, რომ შესანიშნავი იყო, ფოტოებს ახლაც ხედავთ და არის შესანიშნავი, ფერები ძალიან კარგი, დეტალიზაცია ძალიან კარგი. შეიძლება სულ ცოტათი სიმკვეთრეს რო აუწევ ადამიანი ეგეთი რაღაც იყოს, მაგრამ იმდენად არა რომ შთაბეჭდილება შეგეცვალოს ამ კამერაზე. ამიტომაც, ხო, ჩემგან უდიდესი ლაიქი Xiaomi 17-ს. ახლა Xiaomi 17 Ultra. თავარი კამერა არის 50 მეგაპიქსელიანი, ტელეფოტო კამერა არის 200 მეგაპიქსელიანი და ultra wide არის 50 მეგაპიქსელიანი ასევე. ცოტა გამიკვირდა, როდესაც თავიდან წავიკითხე ამაზე, რომ თავარი კამერა 50-იანი და ტელეფოტო 200-იანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მაგარი კამერა. აი, ალბათ ერთ-ერთი საკუთრივ ფოტოები გადავიღე ამ smartphone-ით და ძალიან ბევრი smartphone მჭერია ხელში, ძალიან ბევრი smartphone გამიტესტავს, მაგრამ ეს არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, საუკეთესო თუ არა, რაც კი ხელში მჭერია. კამერა ფონია. აი ეს Leica-სთან თანამშრომლობაც მაგას აკეთებს, Leica-s ფერები ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და აცოცხლებს იმ ფოტოებს, რასაც თქვენ გადაიღებთ და მე ძალიან კარგი ფოტოები გამომივიდა. ახლა ხედავთ მაგალითად ღამით გადაღებულ კატას გადავუღებ ფოტო ღამით. და თუ დააკვირდებით თვალში ჩემი ხელის ანარეკლი ჩანს. ეს არის Xiaomi-ის კამერა 2026-ში. ძალიან მაღალი დეტალიზაცია და შესანიშნავი დამუშავება. ტელეფოტო კამერა ასევე არის ინოვაციური kinda, იმიტომ რომ ოპტიკური ზუმი აქვს და არა ციფრული. 3.2-დან 4.3-მდე ოპტიკურად აზომებს. ანუ შიგნით პერისკოპული კამერა რაც არის, იმ პერისკოპულ კამერაში ის ლინზები მოძრაობენ და ოპტიკური ზუმი გვეძლევა. რაც ხარისხს არ აკლებს ამ შუალედში 3.2-დან 4.3-მდე შუალედში ხარისხს საერთოდ არ აკლებს და იღებთ იმავე ხარისხის მაღალ რეზოლუციურ ფოტოებს, რაც არის შესანიშნავი. Ultra wide-იც უნდა ვთქვა, რომ smartphone-ებში ზოგადად
ultra-wide არ არის იმდენად კარგი კამერა, როგორც შეიძლება იყოს მთავარი კამერა ან ტელეფოტო კამერა. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგი კამერა აქვს Xiaomi-ის ultra-wide-ის სახით და აი თითზე ჩამოსათვლელი smartphone-ებია ჩემი აზრით, ჩემი პირადი სუბიექტური აზრით, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ultra-wide და ერთ-ერთი არის ეს, ამაში დარწმუნებული ვარ, iPhone-ს აქვს ასევე ძალიან კარგი ultra-wide და ჩემი აზრით Google-ს აქვს კიდევ კარგი ultra-wide და ეს არის მესამე. ძალიან კაი, ძალიან მომწონს და დამუშავებაც, როგორც უკვე ვთქვი, არის სასწაული. Xiaomi-ს ნამდვილად გამოვიდა ამ წელს ფლაგმანი კამერა. ძალიან დიდი ლაიქი.